მოგესალმებით საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის YouTube არხზე. ეს გახლავთ გადაცემა მედიცინა შენს ენაზე და დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ენდოკრინოლოგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი ქალბატონი ნინო ჩარკვიანი. მოგესალმებით ქალბატონი ნინო. პირველ რიგში სანამ დავიწყებდეთ ჩვენს თემაზე საუბარს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ დრო დაგვითმეთ და გამოყავით ჩვენთვის ეს წუთები. დღეს ჩვენ ვისაუბროთ მეტად აქტუალურ თემაზე, ეს გახლავთ შაქრიანი დიაბეტი, დაავადება, რომელიც მილიონობით ადამიანს აწუხებს დღევანდელ მსოფლიოში და დიდი აქტუალურობით სარგებლობს. დიაბეტი არის, როგორც ვიცით, შეიძლება იყოს უხილავი მტერი ბევრი ადამიანის ცხოვრებაში, თუმცა ვიცით, რომ ძალიან ბევრი სერიოზული გართულება შეიძლება მოყვეს ამ დაავადებას. მინდა პირველ რიგში დავიწყოთ განმარტებით, ზოგადად რა არის შაქრიანი დიაბეტი და რა ტიპის დიაბეტი არსებობს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმები მაყურებელს. შაქრიანი დიაბეტი მართლაც ერთ-ერთი უმძიმესი დაავადებაა და გავრცელების მიხედვით არის მესამე ადგილზე მსოფლიოში გულსის ძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების შემდეგ. შაქრიანი დიაბეტით დღეს მსოფლიოში ავადარი 589 მილიონი ადამიანი. ძალიან დიდი რიცხვია და 2045 წლისთვის ელოდებიან, რომ 600-700 მილიონს მიაღწევს ეს რიცხვი. რა არის შაქრიანი დიაბეტი? ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ჰიპერგლიკემიით, ანუ ყველასთვის რომ გასაგები იყოს გლუკოზის, შაქრის მაღალი დონით სისხლში და ის გამოწვეულია ინსულინის აბსოლუტური, სრული ან შედარებითი უკმარისობით. ინსულინის ასეთი უკმარისობა იწვევს არა მარტო გლუკოზის დონის მატებას ორგანიზმში, არამედ ყველა ტიპის ნივთიერებათა ცვლას ცვლის დარღვევას. ეს არის ნახშირწყლოვანი, ცილოვანი, ცხიმოვანი და მინერალური ცვლა. რაც შეეხება ტიპებს, შაქრიანი დიაბეტის ძირითადი ორი ტიპი, ეს არის დიაბეტი ტიპი 1 და დიაბეტი ტიპი 2. გარდა ამისა არსებობს სპეციფიური ტიპები, სპეციფიური შაქრიანი დიაბეტი, რომელიც არის რომელიმე სხვა დაავადების ერთ-ერთი სიმპტომი. ეს შეიძლება იყოს ინფექციური დაავადება, შეიძლება იყოს პანკრეასის სხვა დაავადების ფონზე გამოწვეული შაქრიანი დიაბეტი, გენეტიკური სინდრომები და ასე შემდეგ. და არ უნდა დაგვავიწყდეს რასაკვირველია გესტაციური დიაბეტი, ანუ ორსულთა დიაბეტი, რომელიც ორსულობის გარკვეულ ფაზაში შეიძლება გამოვლინდეს და მშობიარობის შემდეგ ალაგდება. თუმცა ამ ქალბატონს ექნება რისკი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარებისა შემდგომში. კიდევ რაიმე ტიპების შესახებ გამოყოფენ აგრეთვე ეხლა ამ ბოლო დროს ჰიბრიდულ ტიპებს შაქრიანი დიაბეტისას. ეს არის მოდიდა ლადას ტიპის დიაბეტი. ლადა ეს არის ლატენტური ავტოიმუნური დიაბეტი მოზრდილებში, ვინაიდან ავტოიმუნური დიაბეტი ვითარდება ძირითადად ტიპი 1-ის დროს ახალგაზრდებში და ბავშვებში, ხოლო ლატენტური ქვია იმიტომ, რომ ის შეიძლება გამომშყავდეს 35 წლის ზემოთ ნებისმიერ ასაკში, იწყება ლატენტურად, ანუ არა მწვავედ, არამედ გაწელილია დროში და საბოლოოდ გვაქვს სრული უკმარისობა ინსულინის და ეს ხდება გარკვეული დროის განმავლობაში. ხანში შესულ ასაკში, ხალხში შესული შეიძლება 40 წელი არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არა 30 წლამდე ასაკში. რაც შეეხება მოდის ტიპის დიაბეტს, ეს არის ახალგაზრდებში პირიქით ტიპი 2-ით მიმდინარე და შაქრიანი დიაბეტი, რომელსაც შესაძლებელია ტაბლეტოთერაპიით უყურნელოთ ან
ინსულინ თერაპიაც დასჭირდეს. აი ძირითადად ტიპების შესახებ ეს. თუ გნებავთ რომ დავახასიათოთ ტიპი 1 და ტიპი 2, კი ბატონო, შეგვიძლია. ბატონო, მანამდე რომ ვისაუბროთ ასაკობრივ ჯგუფებზე, უფრო მეტად რომელ ასაკობრივ ჯგუფებში გამოხატულია ეს დაავადება? ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი შესაძლებელია განუვითარდეთ ბავშვებს, მოზარდებს და მოზრდილებს 30-35 წლამდე ასაკში. ანუ ახალგაზრდული დიაბეტი არის სწორედ დიაბეტი ტიპი 1. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის აუტოიმუნური გენეზის უმეტესწილად, თუმცა 10% შეიძლება იყოს იდიოპათიური, როცა ანტისხეულებს ვერ პოულობთ ბეტა-უჯრედის მიმართ ან სხვა ანტისხეულებს. მაგრამ ძირითადად 90% შემთხვევებში ეს არის აუტოიმუნური გენეზის. როდესაც ხდება ანტისხეულებით ბეტა-უჯრედების განადგურება და გვაქვს აბსოლუტური უკმარისობა ინსულინის. რაც შეეხება ტიპი 2-ს, ის ძირითადად ხდება 40 წელს ზემოთ ასაკში და შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს 40 წელს ზემოთ. მას ახასიათებს ინსულინის შედარებითი უკმარისობა. რას ნიშნავს ეს? როდესაც ინსულინი გამოიყოფა ბეტა-უჯრედის მიერ, ის ორგანიზმში გვაქვს საკმაო რაოდენობით და შესაძლებელია ჭარბათაც იყოს, მაგრამ სამიზნე უჯრედები, ეს ძირითადად არის ცხიმოვანი ქსოვილი, კუნთები, ღვიძლი, ვერ ცნობს ინსულინს, მის ინსულინის რეცეპტორი რეზისტენტულია ინსულინის მიმართ და ამიტომ ინსულინი თავის ფუნქციას ვერ ახორციელებს და ვითარდება აი ამ ფონზე ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი. დიახ, საინტერესოა ასევე სტატისტიკაზე რომ ვისაუბროთ, ზოგადად როგორც მსოფლიოს კუთხით, ასევე საქართველოს კუთხით. რამდენად ჩამორჩება საქართველო ან პირიქით წინ უსწრებს სხვა ქვეყნებს? ტენდენცია პრინციპში ერთნაირია, არის რაღაც ზოგიერთ ეროვნებაში მიდრეკილება, ამასაც ვიტყვი. ძირითადად, ეხლა ეს ვთქვი მე ზოგადად რიცხვია რა, ძალიან მაღალი რიცხვია. ჩვეულებრივ მოსახლეობის 4-5% არის ხოლმე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი. ეთნიკური წარმომავლობა რასაკვირველია თამაშობს გარკვეულ როლს, მაგალითად პიმიელ ინდიელებში 35% მოსახლეობის შეიძლება იყოს დაავადებული შაქრიანი დიაბეტით. მაღალია პროცენტი ინდოეთში, აგრეთვე ახლო აღმოსავლეთში და ჩვეულებრივ კი აი როგორც ვთქვით 4-5% დაახლოებით. საქართველოს რაც შეეხება იგივეა დაახლოებით. 150,000 შეიძლება იყოს შაქრიანი დიაბეტით დაავადებული, მაგრამ ერთი რამეა, რომ რაც შეეხება დიაბეტი ტიპი 2-ს, რომელიც ზოგადად შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა 90%-ს წარმოადგენს, აი ტიპი 2-ის აღმოჩენილი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულების უკან დგას ერთი აღმოუჩენელი შაქრიანი დიაბეტი. ვინაიდან ტიპი 2 მიმდინარეობს ძალიან დურნე, უსიმპტომოდ, ადამიანი შეიძლება არც აქცევდეს ყურადღებას აი მცირედ სიმპტომებს, რომელიც შეიძლება გამოხატული იყოს და მისი აღმოჩენა ხდება საკმაოდ გვიან. ტიპი 2-ზეა საუბარი. განსხვავებით ტიპი 1-ისგან, რომლის აღმოჩენა არ შეიძლება რომლის გამოვლინება არ შეიძლება რომ გამოგვჩეს, იმიტომ რომ იწყება მწვავედ, გარკვეული სიმპტომებით და ის ყოველთვის სწრაფად აღმოჩნდება ხოლმე და ისმება დიაგნოზი. დიახ, გამოვიდა რომ რასა ერთგვარი რისკ ფაქტორია ამ დაავადების შემთხვევაში. ბატონო, რასა ერთგვარი რისკ დიახ, ბატონო. საინტერესოა დანარჩენ რისკ ფაქტორებზეც რომ ვისაუბროთ, გარდა რასისა, რა ხო, ეთნიკურის გარდა რასაკვირველია. ტიპი 2 დიაბეტის რისკ ფაქტორებს შორის უნდა გამოვყოთ ოჯახური მიდრეკილება, ანამნეზი, ოჯახური
ანუ გენეტიკურად ოჯახში არის თუ არა დიაბეტი ტიპი 2. ეს ერთი. სიმსუქნე გარკვეულწილად დიდ რისკ ფაქტორს წარმოადგენს. ქალი, რომელიც მშობიარობს 4 კილოგრამზე მეტი წონით ნაყოფით. ქალბატონი, რომელსაც ორსულობის დროს გესტაციური დიაბეტი ჰქონდა. კიდევ ბევრი რისკ ფაქტორია, მათ შორის არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება, შეიძლება ღვიძლის რაღაც დაავადებებიც იყოს. და ამას ყველაფერს რასაკვირველია, ხელს უწყობს უმოძრაო ცხოვრების წესი და არასწორი კვება. დიახ. ეხლა რაც შეეხება ტიპი 1-ს, აი სამწუხაროდ ტიპი 1-ის რისკ ფაქტორის დადგენა ჩვენ არ შეგვიძლია. იმიტომ რომ განსხვავებით ტიპი 2-ისგან ძალიან მცირე პროცენტია გენეტიკური ოჯახურობის ტიპი 1-ის დროს. თუ კი ტიპი 2-ის დროს არის 70-75% ალბათობა, რომ თუ გენეტიკაშია ვინმეს გამოუვლინდა შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 1-ის დროს მხოლოდ 15-20% არის თქვათ ოჯახური შაქრიანი დიაბეტის გამოვლინებისა. ეხლა მაყურებლები გიყურებენ და დარწმუნებული ვარ, აინტერესებთ რა სიმპტომებს უნდა მიექციონ ყურადღება, როდის უნდა იეჭვან, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ ეს დაავადება. შეიძლება აქამდეც მატარებლები არიან და სულაც არ იციან ამ დაავადების შესახებ. დიახ, სასაკვირველია. ნუ საუკეთესო ამ თვალსაზრისით არის პროფილაქტიკური გამოკვლევები. მაგრამ რა სიმპტომებია? ეს არის რასაკვირველია, პირის სიმშრალე, წყურვილი, გახშირებული შარდვა, კანის სიმშრალე, კანის ქავილი შეიძლება იყოს, ზოგადი სისუსტე, წონის მატება ტიპი 2-ის დროს ძალიან მნიშვნელოვანია და ხშირად არის ხოლმე. ნუ რაც შეეხება ტიპი 1-ს ბავშვებში და ახალგაზრდებში, იქ სიმპტომატიკა იმდენად მწვავეა, რომ ეს რომ არ შენიშნოს შეუძლებელია. იწყება წონის სწრაფი კლება, შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში 10-15 კილოგრამი დაიკლოს, ძლიერი საერთო სისუსტე, წყურვილი და შარდვა ცხადია არის და კეტოაციდოზი. შეიძლება ეხლა კეტოაციდოზი თვითონ ვერ მიხდეს, მაგრამ ამონასუნით ხაერში შეიძლება იყოს აცეტონის ან დამპალი ვაშლის, ვინ როგორ აღიქვამს, აი ესეთი სუნი შეიძლება იყოს და ეს თუ არის რასაკვირველია, სასწრაფოდ უნდა მიმართონ ექიმს. დიაგნოსტიკასაც რო შევეხოთ, რა მეთოდით ხდება დიაგნოსტირება ამ დაავადების? სკრინინგული არის რასაკვირველია უზმოდ გლუკოზის განსაზღვრა. ეს არის სკრინინგული ტესტი, რომელიც პრინციპში ყველა ადამიანს უნდა ჩაუტარდეს, განსაკუთრებით როცა ასაკშია ადამიანი. გარდა ამისა, ოქროს სტანდარტი დიაბეტის დიაგნოსტიკის არის გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა. რომ განმარტოთ ესა, რა არის გლიკოზირებული, გლუკოზას აქვს ასეთი თვისება დაიჟანგოს. გლუკოზით და ეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში რჩება, ამიტომ ბოლო 3 თვის გლუკოზის მაჩვენებელი შეიძლება გლიკოზირებული ჰემოგლობინით განსაზღვროთ. გარდა ამისა, თუ კი ეჭვი მივიტანეთ და გლუკოზა დილით მაღალია, რასაკვირველია, უნდა განისაზღვროს ინსულინის გამოყოფა როგორ ხდება ბეტა უჯრედის მიერ, უნდა განისაზღვროს შარდის საერთო ანალიზი, ხომ არ არის გლუკოზა შარდში, კეტოსხეულების არსებობა, ანუ აცეტონის არსებობა შარდში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კვლევები საკმაოდ დიდია, მაგრამ საკმარისი არის ზოგადი შთაბეჭდილების შექმნისთვის უზმოდ გლუკოზის განსაზღვრა. დიახ. როგორც უკვე აღნიშნეთ, გლუკოზას ვზომავთ სისხლში. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რისკ ჯგუფებზე როდესაც ვსაუბრობთ, მათ განსხვავებული სიხშირით უნდა ჩაიტარონ ეს კვლევა, ხო ისე? პროფილაქტიკური კვლევა გულისხმობ, რადგან რისკ ჯგუფში არიან ეს პაციენტები, უფრო ხშირად იტარებენ ამ კვლევას. სხვა სიხშირით. რასაკვირველია, ვინც იცის
და უმეტეს შემთხვევაში იციან და პაციენტი მოდის და ამბობს, რომ დედას აქვს დიაბეტი, ანუ ამას აქვს და მე ამიტომ მიმოწმებ ხოლმე. რასაკვირველია, თუ კი სიმსუქნე აქვს, ან გენეტიკაში აქვს შაქრიანი დიაბეტი, ან კლავ დავმეორდები ორსულობის დროს რაღაც პრობლემა იყო, ამ შემთხვევაში უფრო ხშირად უნდა ჩატარდეს გლუკოზის განსაზღვრა. მნიშვნელოვანია ასევე რომ ვისაუბროთ მართვის თანამედროვე სტრატეგიებზე. თუ შეიცვალა თუნდაც გასულ საუკუნესთან შედარებით ეს მართვის ტექნიკები დიაბეტთან მიმართებაში? ახალი ყოველთვის არის, რასაკვირველია, მით უმეტეს რომ ენდოკრინოლოგია ძალიან სწრაფად ვითარდება და მთელი მსოფლიო დარაზმულია შაქრიანი დიაბეტის დაავადებულებისთვის გამოიძებნოს ისეთი მკურნალობა, რაც თქვათ არ იქნება შემაწუხებელი პაციენტისთვის და შვებას მისცემს მას. ახალი მეთოდები მკურნალობაზე მეკითხებით, არა? მკურნალობის თვალსაზრისით არის ახალი პრეპარატები. შედარებით ახალი ახლა, რომელიც თქვათ 10-15 წელია შემოვიდა, მაგრამ ტიპი 2-ის დროს არჩევის პრეპარატს მაინც ყოველთვის წარმოადგენს მეტფორმინი, ნივთიერება, რომელიც ბეტა-უჯრედს არ ეხება არანაირად, ეს არ არის ჰიპოგლიკემიური პრეპარატი. ის ზრგუნავს ვიზში გლუკოზის წარმოქმნას, გლუკონეოგენესა და გლიკოგენოზის. გარდა ამისა, მოქმედებს ნაწილობრივ სამისნე უჯრედების რეცეპტორებზე, ახანძლებებს ნახშირწყლების შეწოვას. ნაწლავში კი ათრგუნავს, ხანგრძლივი ხდება ეს პროცესი და ამიტომ პიკური მომატება კი არ ხდება გლუკოზის ამ დროს სისხლში, არამედ პლატოსებრი, რასაც აი ეს გადაღლილი ბეტა-უჯრედი გაუძლებს და გასცემს პასუხს და აქვეითებს მადას, რაც არ არის ესეთი თქვათ ფაქტორი, მნიშვნელოვანი ფაქტორია. მეტფორმინი. შემდგომ თუ კი ისტორიული ხასიათის ექსკურსს ჩავატარებთ, იყო სულფონილშარდოვანას პრეპარატები, რომლებიც ბეტა-უჯრედზე მოქმედებენ, ანუ სეკრეტაგოგები არიან, მოქმედებენ ბეტა-უჯრედზე და იწვევენ ინსულინის დიდი რაოდენობით გადმოწყურცნას სისხლში. სულფონილშარდოვანა ძლიერი პრეპარატია და ის იძლევა კარგ დაქვეითებას გლუკოზისა სისხლში, თუმცა უკანასკნელ პერიოდში უპირატესობას აძლევენ ცოტა სხვა ტიპის პრეპარატებს, ვინაიდან განსაკუთრებით ხანში შესულ ასაკში უფრთხილდებიან ჰიპოგლიკემიის განვითარებას, რაც არ იძლევა კარგ შედეგებს პაციენტისთვის გულსიზრდე სისტემისა და თავის ტვინის თვალსაზრისით. რა არის ეს უფრო თქვათ ინოვაციური პრეპარატები? ეს არის GLP-1-ის აგონისტები, ანუ გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1-ის აგონისტი. ეს არის DPP-4-ის ინჰიბიტორები და ასევე SGLT2-ის ინჰიბიტორები, რაც ნიშნავს ეს ნატრიუმ გლუკოზის კოტრანსპორტების ინჰიბიტორებზეა ლაპარაკი. მარტივად რომ თქვა, გლუკოზა, ჩვენ ვიცით რომ ყველა ნივთიერება გაივლის თირკმელს საბოლოოდ, არა და შარდით ანუ ღვიძლით გამოიყოფა გარეთ. რაც შეეხება შარდს, არა, გარკვეულ სხურბლამდე გლუკოზა რეაბსორბდება და წარმოიქმნება პირველადი შარდი. აი ეს პრეპარატები ბლოკავენ რეცეპტორს, რომელიც რეაბსორბციას იწვევს შაქრისა, გლუკოზისა და გამოყოფს მას გარეთ. ამიტომ მექანიკური გამოსვლა ხდება გლუკოზის შარდით, ის არ ეხება აბსოლუტურად პანკრეას ბეტა-უჯრედს და აი ამით უზრუნველყოფს გლუკოზის დაქვეითებას სისხლში. ეს რასაკვირველია
ძალიან კარგი პრეპარატია. რაც შეეხება ინსულინის პრეპარატებს. მე თქვენ იცით რომ თუ ექსკურსს გავაკეთებთ კვლავ, ყველაფერი დაიწყო 1921 წელს ბანდიკმა და ბესტმა აღმოაჩინეს ინსულინი და ამიტომ დაჯილდოვდნენ ნობელის პრემიით და დაიწყო ინსულინის ერა, რომელმაც მრავალ ადამიანს შეუნარჩუნა მსოფლიოში სიცოცხლე. ინსულინი თავიდან მიიღებოდა მსხვილერქოსანი საქონლის პანკრეასიდან გამონაწილს წარმოადგენდა. აწარმოებდნენ ცენტრიფუგირებას და იღებდნენ იქიდან ინსულინს. შემდეგ, მაგრამ აი ეს მსხვილერქოსანი საქონლის ინსულინი 2-3 ამინომჟავით განსხვავდებოდა ადამიანის ინსულინისგან, ის ანტიგენს წარმოადგენდა ორგანიზმისთვის. მის წინააღმდეგ ხდებოდა ანტისხეულების გამომუშავება და ამიტომ ძალიან დიდი დოზები იყო საჭირო იმისთვის, რომ ეფექტი მიგვეღო. შემდგომ აღმოჩნდა, რომ ღორის ინსულინი მხოლოდ 1 ამინომჟავით განსხვავდებოდა. შემოვიდა ღორის ინსულინი. ამის შემდეგ მიიღეს ღორის ინსულინში, აი ის 1 ამინომჟავა სინთეზურად ჩაანაცვლეს და მიიღეს ნახევრად სინთეზური ადამიანის ინსულინი, მაგრამ წინ წავიდა ტექნოლოგია, შემდეგ მიიღეს უკვე რეკომბინანტური სინთეზური ადამიანის ინსულინი, რომელიც სრული ანალოგი არის ჩვენი ინსულინისა, მაგრამ ამაზეც არ გაჩერდნენ, წავიდნენ წინ, მიიღეს ინსულინის ანალოგები, მაგალითად გახანგრძლივებული ულტრახანგრძლივი ინსულინი, გლარგინი, ლანტუსი და რაშია მისი უპირატესობა, რომ ესე იგი მას არ გააჩნია პიკი. ანუ იმეორებს ადამიანის ორგანიზმში ბაზალური ინსულინის გამოყოფის მოდელს. ამას რასაკვირველია ვუფარდებთ ყველა კვების წინ ულტრახანმოკლემოქმედების ინსულინის ანალოგებს და ვიღებთ დაახლოებით ფიზიოლოგიურ მოდელს ბეტა-უჯრედის ფუნქციონირებისა. არ უნდა დაგვავიწყდეს ახლა შემოსულია ასევე ჩვენთან ტრესიბა, ესეც ულტრახანგრძლივი ინსულინის ანალოგია, ძალიან კარგი ინსულინია. ასე რომ რასაკვირველია, სიახლეები მკურნალობაში არის და იმედია, რომ კიდევ უფრო მეტი სიახლე იქნება და ეს ყველაფერი ქართველი პაციენტებისთვისაც ხელმისაწვდომია, რა თქმა უნდა. რასაკვირველია, 2000 მე გეტყვით 2005-6 წლიდან ლანტუსი დააპირა სახელმწიფო პროგრამით ეძლევათ პაციენტებს. ტრესიბას რაც შეეხება, ის ტიპი 1 დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს აგრეთვე ეძლევათ და ხელმისაწვდომია ამ თვალსაზრისით. ზოგადად სახელმწიფოს როლი დიდია ამ დაავადების მკურნალობაში, რადგან როგორც ვთქვით, ქრონიკულ ხასიათს ატარებს. და ამასაც რო შევეხოთ, აი ხა ვისაუბროთ მედიკამენტებზე, რომელიც ხელმისაწვდომია პაციენტებისთვის. ჩვენ ქვეყანას რა როლი აქვს ამ დაავადების მკურნალობაში? აი სახელმწიფო პროგრამების ნუ სახელმწიფო პროგრამა აკითხარით, რომ ესე იგი ინსულინი ტიპი 1 დიაბეტისთვის აბსოლუტურად ხელმისაწვდომია და ასევე ტიპი 2-ის შემთხვევაში თუ გჭირდება ულტრახანგრძლივი, ისიც კომისიური წესით, მაგრამ ეძლევა ვისაც სჭირდება. ტაბლეტოთერაპიას რაც შეეხება, ნუ ამ თვალსაზრისით არის რაღაც შეღავათები, რასაკვირველია პენსიონერებისთვის არის ნამდვილად გარკვეული პრეპარატები, ყველა არა, მაგრამ აი მაგალითად მეტფორმინის, სულფონილშარდოვანის პრეპარატები პენსიონერებს აქტიურად უფასოდ ეძლევათ რაღაც 1 ლარის კონტროლი. სიმბოლურ ფასებში. რაც შეეხება დანარჩენ პრეპარატებს, ჯერჯერობით ეს ალბათ მომავალში გაკეთდება, რასაკვირველია. გარდა ამისა, უნდა ვთქვა, რომ არის შაქრიანი დიაბეტის კვლევის პროგრამა. ეს 2001 წელს სხვათა შორის ჩვენი კათედრის მიერ იყო ინიციირებული, სამედიცინო უნივერსიტეტის კათედრის მიერ შევქმნით პროგრამა,
რომლის გამოყენება ყველა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულს წელიწადში ერთხელ შეუძლია. ხდება ძალიან კომპლექსური კვლევა, გარკვეული ანალიზები, ნახულობს 4 კონსულტანტი ენდოკრინოლოგის გარდა. კონსულტანტები შერჩეულია იმის მიხედვით, თუ რა გართულებებს იწვევს შაქრიანი დიაბეტი, რომელი ორგანოების ეს ნახულობს კარდიოლოგი, ნევროლოგი, ანგიოლოგი და ოფთალმოლოგი. რაზედაც შაქრიანი დიაბეტი იძლევა გართულებას. ძალიან კარგი პროგრამაა, უნდა ვთქვა და ამის მოხმარება რასაკვირველია ყველა დიაბეტით დაავადებულს შეუძლია და რასაკვირველი ზღვარი არ არის. ძალიან კარგი. ჩვენ ვისაუბრეთ ახლა ზოგადად მკურნალობის მეთოდებზე და ტაქტიკებზე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ არიან ურჩი პაციენტები, რომლებიც არ ემორჩილებიან ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას. არიან, კი. რა გართულებები შეიძლება მივიღოთ ამ დაავადების შედეგად პაციენტებში, რომლებიც არ მოყვებიან? სამწუხაროდ გართულებები ძალიან მძიმეა და სავალალო შედეგი შეიძლება მივიღოთ. იცით რა, არსებობს დიაბეტის სპეციფიური გართულებები, რომელიც მხოლოდ დიაბეტს ახასიათებს. ხშირად არის მაგალითად, რომ ადამიანს დააგდა მხედველობა, მიმარდა ოფთალმოლოგს, ან თვალის ექიმს და ჩახედავენ მას თვალის ფსკერზე და ეკითხებიან, თქვენ შაქრიანი დიაბეტი ხომ არა გაქვთ? რასაკვირველია, პაციენტმა არ იცის ამის შესახებ, განისაზღვრება და აღმოჩნდება დიაბეტი. რამინდა ამით თქვა, რომ ისეთი სპეციფიური გართულებაა თვალის ფსკერზე, როგორც მხოლოდ შაქრიანი დიაბეტს ახასიათებს. ასეთი სპეციფიური გართულება დიაბეტს აქვს, ესე იგი, თვალის დიაბეტური რეტინოპათია ქვია, ნერვული სისტემის მხრივ დიაბეტური ნეიროპათია და დიაბეტური ნეფროპათია გართულება თირკმლების თვალსაზრისით. თუმცა უნდა გითხრათ, რომ არასპეციფიურია თქვათ გულის იშემიური დაავადება და მიოკარდიუმის ინფარქტი და თავის ტვინის ინსულტი, თუმცა ტიპიური დიაბეტის დროს სიკვდილობის პირველ მიზეზად მიჩნეული არის მიოკარდიუმის ინფარქტი. ტიპიურის დროს აი ეს ჭარბიწონა, სიმსუქნე, ცხიმოვანი ცვლის დარღვევა იძლევა აი ასეთ არასასურველ შედეგებს კორონარებში და შეიძლება განვითარდეს და თავის ტვინის მკვლევარ არტერიებში და შეიძლება მივიღოთ აი ეს გართულებები, რომელიც მე ჩამოვთვალე. კვების სწორ რეჟიმზე რომ ვისაუბროთ, ყველაზე ხშირად რა შეცდომას უშვებენ ესეთი პაციენტები? კვების არასწორი კვება. მოდით ვთქვათ, რომ არა მარტო შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს, არამედ ნებისმიერ ჯანმრთელ ადამიანს სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი უხანგრძლივებს სიცოცხლეს. ასევე რასაკვირველია შაქრიანი დიაბეტის დროს. რა არის ახლა განსაკუთრებით? სამედიცინო დიეტა არ გულისხმობს რომელიმე ნივთიერების შეზღუდვას. სამედიცინო დიეტა გულისხმობს, რომ ნახშირწყალი, ცილა და ცხიმი ადამიანს უნდა მიეცეს ფიზიოლოგიური რაოდენობით. ეს შეფარდება არის 4 ნახშირწყალი, 1 ცილა, 1 ცხიმი. რაოდენობრივად შედავთ. არა, ნახშირწყლები ეძლევა, ოღონდაც ეძლევა რთული ნახშირწყლები. აკრძალულია ადვილად ასათვისებელი ნახშირწყალი, გლუკოზა, ანუ შაქარი და შაქარზე დამზადებული პროდუქტები. სხვა პროდუქტები ყველაფერი შეიძლება მიიღოს, ოღონდაც რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს რაოდენობას მიღებულ საკვებისას და ჯერადობას, კვების ჯერადობას. ახლა თუ კი ადამიანი მთელი დღის განმავლობაში იღებს საკვებს, რასაკვირველია ბეტაუჯრედი ვერ გაუძლებს ამას და განვითარდება გარკვეული გართულებები ამ თვალსაზრისით და ვინც ემორჩილება სწორ კვებას და ფიზიკურ აქტივობას,
საქმე უკეთესად არის და პროგნოზიც უკეთესია. ფიზიკური აქტივობა უნდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. რატომ? ჩვენ ხშირად პაციენტებს ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ გაბრძანდით ქუჩაში, არ არის აუცილებლად პარკში წასვლა, ქუჩაში და იარეთ 30-40 წუთი საშუალო დატვირთვა. რატომ? იმიტომ რომ ჟანგბადი ხელს უწყობს გლუკოზის წვას და ფიზიკური აქტივობა მით უმეტეს და ეს ორივე ერთად იძლევა ძალიან კარგ შაქარდამაქვეითებელ ეფექტს. ასე რომ თუ კი შაქრიანი დიაბეტით დაავადებული გაითვალისწინებს ექიმის რჩევას, მიიღებს სწორად პრეპარატებს და იცხოვრებს ჯანსაღი ცხოვრების წესით, ყველაფერიც კარგად იქნება. აი ეს უნდა გავითვალისწინოთ. ბოლოს მინდა მიმართოთ ჩვენს მაყურებელს, ახლა ვისაც ეს დაავადება აწუხებს და კიდევ ერთხელ გავუმეოროთ ეს რჩევები, რაც თქვით, როგორ უნდა იცხოვრონ ჯანსაღად და რა აქტივობებს უნდა მიმართონ. ჯანსაღად უნდა იცხოვრონ აუცილებლად. ჯერ ერთი გაითვალისწინონ ექიმის რჩევა. აი თუნდაც სახელმწიფო პროგრამით, თუ კი ადამიანს არ აქვს თქვათ შესაძლებლობა რომ ხშირად მივიდეს კერძო კლინიკაში ან რამე მაგარი, არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მართალია მცირე პროცენტს იხდის პაციენტი, მაგრამ შესანიშნავი საშუალებაა რომ გაიგოს თავისი მდგომარეობა და სწორი მკურნალობა დაანიშნოს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ესე იგი მასწავლებლებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის, აგრეთვე დევნილებისთვის ეს პროგრამა არის უფასო, საერთოდ უფასოა, ასე რომ ეს შეუძლიათ გამოიყენონ. განისაზღვროს გლუკოზა, ასე არა რომ 2 თვე გავა 3 და არა აქვთ განსაზღვრული და არ იციან როგორია მდგომარეობა. გლუკომეტრები ყველასთვის ხილმისაწვდომია და შესაძლებელია კვირაში ერთხელ მაინც განისაზღვროს, არა თუ რამოდენიმეჯერ არა კვირაში, იმიტომ რომ გლუკოზის კონტროლს აქვს თავისი რასაკვირველია პრივილეგიები, თუ კი ვერ აწესრიგებს, უნდა მიმართოს ექიმს, უნდა შეიცვალოს მკურნალობა, არ აქვს მნიშვნელობა რამდენ პრეპარატს მიიღებს. კი, ჯობია რომ 1-ით ან 2-ით მოწესრიგდეს, მაგრამ თუ ვერ წესრიგდება, უნდა დაემატოს და რასაკვირველია ცხოვრების ჯანსაღი წესი, ვარჯიში ან სიარული და სწორი კვება. სწორი კვება. აი ეს არის მთავარი შაქრიანი დიაბეტის მართვაში. ძალიან დიდი მადლობა ამ რეკომენდაციებისთვის და რჩევებისთვის. მადლობა თქვენ ყურადღებისთვის. ბოლოს მადლობა მინდა გადავუხადოთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახურის მხარდაჭერისთვის. თქვენ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და მოიწონეთ ვიდეო, რათა არ გამოგრჩეთ ჩვენი შემდეგი ვიდეოები. შევხვდებით.